მოგესალმებით. აი რითი დავიწყო არ ვიცი. სამოქალაქო ომით ამერიკაში. კოტე იოსელიანის და მაგის აიფონაცოლის ისტერიკებით. კარგი კანონებით, რომელსაც ახლა მივიღებთ, ძალიან მალე ბინარაძე გამოვიდა და ანონსა. აი რითი დავიწყო? დავიწყოთ ამერიკით, ხო ალბათ? დავიწყოთ? ამერიკა. ხო, აგერ რემბო მაგარი ფილმია. არის? რემბო მაგარი ფილმია. ბევრი კადრი გავრცელდა ძალიან ამერიკაში მიმდინარე, ლოს-ანჯელესში მიმდინარე ევროდებილების და ევროლიბერალების თუ ამერიკა ლიბერალების სამშობლო შტატში გავრცელებული ამებიდან იყო ჩვეულებრივი რეიდი არალეგალების გამოსახლებას ტრამპის პროგრამით გამოსახლებას და გასახლებას აპირებდნენ და 11 ამბავი და ჩვენ ნახეთ მალე ბანდის წევრები მექსიკის დროშით პირბადეებიანი, რომელზეც ტრამპმა თქვა, რომ კანონს ვიღებ, რომ პირბადით არავინ არ უნდა იარასო, დავიმახსოვროთ და სულ მალე, კი ბატონო, სულ ძალიან მალე ამ მომენტიდან ლოს-ანჯელესის ქუჩები დაემსგავსა თბილისის ქუჩებს, როდესაც აქ ეგრეთ წოდებული რევოლუცია მიმდინარეობდა. იმიტომ რომ აქაც იქაური აკაცუკები გავსად ისროდნენ პიროტექნიკას პოლიციის მისამართით, სამართალდამცავებს ესროდნენ მოლოტოვის კოქტეილებს და პასუხი სამართალდამცავებისგან იყო ძალიან მყისიერი და ბრუტალური. ჩვენ რომელიც არავინ არ დაგმოს სხვათა შორის. ცხენის ფლოკვებით გათელილი მოქალაქეებით ნახეთ და რომელიც არ დაგმო არც ერთმა საელჩომ, არც ერთმა ელჩმა, არც ერთმა ევროპულ საქმეთა საქმეთა მინისტრმა, არც ერთმა ევროპარლამენტარმა და ასე შემდეგ. დაგმო ლოს-ანჯელესის გუბერნატორმა, რომელიც არის ლიბერდებელი და მეტი ეხლა დემოკრატიული პარტიის ზოგიერთმა წევრმა საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ შეიძლება არა ეროვნული გვარდიის, რომელიც უკვე იქ არის, არამედ რეგულარული ჯარის ნაწილებიც კი ჩაერთონ და ეს შეიძლება გახდეს საჭირო. წესრიგის აღდგენაში ეს უნიკალური შემთხვევა იქნება, როდესაც რეგულარული არმია და არეგულირებს. მაგრამ მე განსაკუთრებით მაინტერესებს ხოლმე ყოველთვის ეს ყველაფერი და გარე იმპულსები, აი მეტროპოლიაში მომხდარი ამბები როგორ აღწევს ჩვენთან და ზოგადად ჩვენ როგორ ვართ აღქმული სამყაროსთვის. ყოველთვის ალბათ პრობლემა ის იყო და ჩვენ ამ ბოლო წლების განმავლობაში იმას ვაკომენტარებდით, რომ დასავლეთი გამოირჩევა ჩვენდამი ორმაგი სტანდარტებით. ყოველთვის ეს პრობლემა გქონდა, რომ რა კანონით შეიძლება მათთვის, არ შეიძლება ჩვენთვის, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა საკითხი ისე დაალაგდა, რომ რა კანონიც არ შეიძლებოდა ჩვენთვის და დაარქვეს საელჩოებმა და განსაკუთრებით იმ პერიოდში დეგნანმა რომ შავი დღე გათენდა ქართული დემოკრატიის რუსული კანონი, ის კანონი, რომელიც თვითონ აქვთ და იყენებენ აქტიურად, მაგ კანონზე თავისივე ატეხილი და ფინანსებული ნედებით და USAID-ებით და სხვა NGO-ებით და მოლოტოვის კოქტეილის სროლებით და ემებით ატეხილა თქვა დემონსტრაციებს, რომ სადაც პიროტექნიკა ესროლეს ჩვენ პოლიციელებს და რომ ვიმოქმედეთ ამაზე და ადეკვატურად რომ ვიმოქმედეთ. ამას შემდეგ დაარქვეს ის რა ქვია მოქალაქეების და სამოქალაქო აქტივისტების დევნა და ჩრდილოეთ კორეა და რაღაცა დიქტატურა და თვითონ ზუსტად ხო აი ხა პოლიციის უფროსი ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსი გამოვიდა და თქვა რომ პიროტექნიკას ისროდნენ რომელიც ადამიანს კლავსო და აი მართლა მაინტერესებს იქ კლავს და ჩვენთან არა ხდება ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსი იმიტომ რომ ჩვენთან არ კლავს ხო იქ კლავს მაგას ვამბობ რა ამდონის ამ შემთხვევაში ამერიკაში კლავს ამდონის ესე იგი ჩვენ რო კარგად გავიაზროთ ეს ხო ძალიან მარტივია და ძალიან ნათელია იმიტომ ქართველს ეს სიამაყე ქართველთან ესე მოპყრობა არ შეიძლება და ამას მიხვდა ადრე რუსეთის იმპერია მართლა მიხვდა იმ ხრივ რომ მოდი მედლები დავკიდოთ ვიდრე სადაც შუა აზიაში სხვანაირი მიდგომა გვაქვს ანთროპოლოგებმა რომ შეისწავლეს საკითხები მოდი ჯობია ჩინმედლები დავკიდოთ ვიდრე ესე მოვეპყროთ და ქართველი ბრაზდება იმაზე რომ ამერიკელი რო ამბობს რომ პიროტექნიკის სროლა არ შეიძლება ამერიკაში და უი თქვენთან შეიძლება იმას რომ ამბობს რომ ამ კანონის გამო მე ეს არადემოკრატულია და თვითონვე რომ მოგვიწყო ის დემონსტრაციები და ლაზარეები რომ გამოგვიგზავნეს და კანონის ტრეინინგები რომ ატარეს ხო სად არის გმირი ამას ქართველი ვერ იტანს ამ მაგარი მიხვდი ამერიკაში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე სოფლის ყველაზე დიდი მეგაპოლისის პოლიციის უფროსი ძალიან დიდი თავმჯდომარის პირია გამოდის და იძახის რომ ლეტალურია ფერუკის რომ და დაიჯება სასტიკად დაიჯება სროლელი და იქვე იმავე იმპერიის ელჩი თუ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მელჩი იძახის რომ
ეს არის გმირური ბრძოლა დემოკრატიისთვის და ვინც დაიჭირეს ამისთვის არიან პოლიტპატიმრები. ხო, აი ეს როგორი ჩაფურთხებაა, იცი? აბა რა. რაღაცა ისეთი ძველი თბილისის ჟარგონიდან კითთან დაკავშირებით მახსენდება და ამას ქართველი ახლა არ აიტანს. ჩვენმა ელჩმა ამერიკაში რო განაცხადოს, რომ ამერიკის დემოკრატიისთვის შავი დღე გათენდაო. მე სულ მინდა რომ შეშფოთება გამოვხატო. რომ ის ცხენი ფლოქებს რო უტყავდა ის ცხენი უნდა ნაშაულო პროტესტანტი ის დემოკრატიისთვის ადამიანის უფლებებისთვის იბრძოდა. ხო და ჩვენ რო აქედან პროტესტის ნიშნად მაგალითად რამე სანქციები დავადოთ. ცივი ომის დამკაჩებს არ ვაჭამოთხი გალეგეთები. კარგი, კოტე იოსელიაძე და მის მეუღლეზე გადავიდეთ. რა ვიცი, მე მგონი მაგარი სპექტაკლი დადგეს. მაგარი სპექტაკლი დადგეს. დადგეს, იმიტომ რომ ესე კაცი გამოვიდეს, ბოდიშები იხელოს და მერე ცოლს ალაპარაკოს, და მერე კიდე ილაპარაკოს. წაიყვანესო და მოიპარესო. მაშინ რაღაც იხდიდა ბოდიშს, ეთქვა რომ პირდაპირ მერე კიდე დაამატა. არა, ეთქვა რომ პირდაპირ მაწამესო. და როდის მოხდა ეს ყველაფერი? როცა გამოვიდა ბოდიშის მოხდა 2 დღეში, აი გააიასნეს თურმე. კაცი რომ დაიკარგა და რომ გაიტაცეს, იმ წუთში რატო არ განაცხადა? არა, სხვა რამეს ვამბობ შალვა, ნახე ბოდიში ხო მოიხადა. კი ბატონო. და ხო თქვა ასევე რომ წამეყვალეს და მაწამესო. რა ლოგიკა არის? არ თქვა კაცო. თინა ბოკუჩავამ ხო თქვა, რა მნიშვნელობა აქვს მერე ცოლსათქმევინა თუ ვინ თქვა თუ როგორ ითქვა? არა, მოიცხეს. თვითონაც დაწერა. არ დაუწერია. სტატუსი დაწერა თვითონ. რომ რა? ეხლა ანუ ქრონოლოგია არის ეგეთი. არა, ხო და რა ლოგიკა არის? ტიპი გამოდის. ჩაგვიგდეთ რა ბოლო სტატუსი? ტიპი გამოდის წერს ვიდეოს, სადაც იხდის ბოდიშს. შემდეგ ამაზე ბაბლით ეხავს სისტემა. ნანუკამ მოკლესო თუ აი თბილისი გადაიქცა გროზნოდ, აი შედეგები. გადის აქედან 2 დღე Facebook-ზე ბაბლში ეს ამბავი განიხილება როგორც უთხოვარი მტკიცება იმისა, რომ აი როგორი დაშინება და რუსეთიზაცია და ასე შემდეგ ხდება უკვე საქართველოში. 2 დღის თავზე ცოლი გამოდის და ამბობს, რომ ქმარი მოიტაცეს. ვარჯიშობსო და ცოტა ფიზიკურად რა თქმა უნდა წინააღმდება გამოწიაო, მაგრამ რაღაცაო დაჩქმიტესო ისეო, რომ მაინცო ეგ ვიდეო ჩაწერაო რა. და მე ეს წერს, რომ ერთხელო კაცო მე მქონდაო მაღაზიაო მოხდილი ბოდიში და მეორედო. აგერ ვკითხულობ, აი რაც ეს ერთხელ უკვე მოხდილი მქონდა ბოდიში სამართლიანად იმაზე მეორედ ბოდიშს მოხდა არ ყოფილა არანაირი მორალური თუ პრინციპული კომპრომისი. რაც მით უმეტეს რომ განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას. ანუ ეს ბოდიში უკვე მე ეს ბოდიში გასწავლებს ეს ვაჟბატონი ადასტურებს მე თავის ცოლის მონაყოლს რომ მე ეს ბოდიში ხელახლა მოვიხარე იმიტომ რომ ჩემი შვილის უსაფრთხოებაზე ვიზრუნე ანუ ესე იგი მე მუხარის ქვეშ მოვიხარე ბოდიში მაგრამ უყურე მან თავარი შეუთავსებლობა რა არის თუ შენ ამ ბოდიში ხთი იმ ჰიპოთეტური დაშვებით რომ შენ ვიღაც გაგემუქრა რომ ამას თუ არიზავ დედას გიტირებ აქედან 2 დღეში რო ამბობ რომ მე მითხრეს რომ დედას გიტირებ ანუ იმთან თავდაპირველ ბოდიშს ხო ყველანაირ ანულირებას უკეთებ ხო აღარა აქ მაშინ არა მე სხვანაირად უყურებ უფრო არა მე კიდე უფრო სხვანაირად უყურებ საკითხს ბაბლისთვის არა მე სხვანაირად უყურებ საკითხს ბოდიშის ანულირება კი არ ხდება კაცო თუ შენ ამბობ რომ ოპოზიციას შენ ხო იმიტომ შენ წამყვანე ხა მე დამაშინე და რაღაცა გააკეთე და ვიდეო ჩაგაწერე ერთ წუთი რაღაცა გააკეთე ან ვიდეო ან ასკინკილაზე იდექი ან რაღაცა გამოგძალე რა მე კაროჩე ასკინკილაზე ხო იმიტომ ვდგები რომ გადავწყვიტე რომ შენ არავტე ხო ამბავი არ გამოაშკარავ რომ მომიტაცე ასე შეგვიძლია და გავფუჭდი რა და გეუბნები რომ აი აღარ დამიშავ შენ მეუბნები რომ იმ ფეხს მოგამდრო ხო გიგდღარ რომ შენ მეშვი ეგ ფეხი არ მომამდრო დავდგები ხო მე ამას თუ უმატებ რომ შალვა მომიტაცა ასკინკილაზე ზალი დამაკენა ბიჭო ამბობს რა გჭირს შალვა კაი ვერ როლები ეს ამბობს ოჯახის უსაფრთხოების გამო გავაკეთებ ადასტურე ხოლმე რა გჭირს კაცო ხა ცოლს რომ არა გავიგე არ შეიძლება თქვა ხა ჩვენ დღეს შუი მოვიდეთ რომ არა არ ყოფილა რა ბოლო ისეთი ბლატნოები უშვებენ ცოლებს და ისინი ჯივია რა გჭირს შენ კიდე ერთი წუთი რა ხო და რა ლოგიკა არის რომ ორივე ქნა შენ მეც აგიყვანი დაგაშინე და ეს თქვი რომ დამაშინეო და თუ ამას ამბობ ბოდიში ხო აღარ უნდა მოიხადო არა ანუ იბრძვი რა ღიად ხო მაგრამ შეიძლება რა მოხდა იცი იმ კონკრეტულ შემთხვევაში ვიღაცა უბობა აჯდა და მაშინ მეორე ვარიანტი არის კოტე იოსელიანი არა თუ
აწამეს რეალობა რო იყოს მაშინ რა მოხდა ეს ვერ ითმენს უჭმელობას და არ აჭამეს და იმ მომენტში თქვა რომ კაი გამიშვით და შევჭამო ჩემი აზრით კი ბატონო ეს არის ან რაღაც ეგეთი არის თავიდან ბოლომდე დადგმული დადგმულია მაგრამ ისევე როგორც ერთი მამა მეუფე არ მინახ ეკლესიის საქმეში შეჭრება დიდი გახმაურებული სიუჟეტი გააკეთეს მეუფე კლავენო რა და როცა პროკურატურამ დაუძახა ხო არაო კაცო მეო ესო თქვიო იმიტომ კი არა რომ პროკურატურამ გამოიძახა ჰაიპი მინდა პროსტა რო გამოვიდე და აუ ეხა იცი მე სიკვდილით მე მუქრებიდან და რომ მოვიდეს პოლიციელი და რომ ითქას რომ აბა სადგემუქრებიან ვინ გემუქრება არა კაცო გავალებეთ თავი სხვა შორის გარკვეულწილად რაც მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება იმიტომ რომ ჩვენ კარზე გვადგება თვითმმართველობის არჩევნები და ბაბლი ძალიან გაბრაზებულია იმაზე რომ ნუ ფაქტობრივად გადაწყვეტილად კახარია და ლელო ესე იგი იღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას და მამუკა ხაზარაძის და ლელოს ანუ ლელოს ესეთი პოზიცია რითიც ამ ყველაფერს აპრავებენ არის რომ სისტემა კიდევ უფრო უნდა გავაშიშვლოთო ანუ ერთი გაყალბება ხო იყო და ეხა კიდე გაყალბებას რომ კიდე რო გაგვიყალბებენ ეს ყველამ უნდა ნახოსო მიხვდი მან დისპეჩერს ქონდა ყველაზე მაგარი არგუმენტი დისპეჩერის ხო ხდები რა კი დისპეჩერი გავუშვა ვიდეო кайხანი არ გაგშვია და ჯგუფში გვიგდია სამუშია დისპეჩერი როგორ დავარქვა ხო მაგარი ეხლა თელი ცხოვრება პროსტა ესეთი დეგენერატი მესეჯ ბოქსი სანამ გავუშვებთ ერთი მახსოვს BBC-მ რო კეზერაშვილის კოლცენტრები გახეთქა და ამაზე ნაციონალურ მოძრაობამ ხაბეიშვილმა და ბოტკოველმა რო თქვეს ამითო რიკოთი რო გადაკეტილია მაგის გადაფარვა უნდა თუ ყველა პენსიონერი რო გაძარცვა კეზერაშვილი და მეორე ეს რომ არჩევნებში ვიღებთ იმიტომ მონაწილეობას რომ სისტემა კიდევ უფრო გავაშიშვლოთო რა ამბობს რომ ესენი რა შემთხვევაში რაღაც გაყალბებას გადაეჩვევიან კი ბატონო მადლობა ესე ვთქვათ მაშინ არაზოს და ბოლოს მაშინ არაზოს არ მომიღოთ არჩევნებში მონაწილეობა არაზოს საპარლამენტო არჩევნები რო ჩაინიშნოს დაუშვათ საპარლამენტო კალანდარიშულზე არ არის არ უნდა საუბარი კალანდარიში შეცვლის მეორე სხვა გვარი გასაგებია მადლობა ანუ რას ამბობს ესენიო სულ გააყალბებენო და რას ნიშნავს რომ არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ანუ ნიშნავს იმას რომ აი ასეთი გაправება გაყალბებულ არჩევნებში ვიღებ წინასწარ მონაწილეობას ყველა გაყალბებულ არჩევნებში ვიღებ წინასწარ მონაწილეობას სხვათა შორის თქვენ თუ არ გაგვიხილია ხაზარაძის და ინგას შერკინების ვიდეოები გვაქვს კი და განსხვავებით ჩემი ხმაო რომელიც ყველაზე ვაქვს თუ არა ის ვიდეო ბოლოს როგორ ამთავრებს იმედი არ დაგხურავენო რეუნება ემუქრება პირდაპირ ანუ არ დაგხურავენა იმედია მოგცემ ფულსო ეუნება кайკე ზედმეტი მოგივიდაო ხო აშკარად და მე სწორია მამუკა ხაზარაძე ამ შემთხვევაში არ არის სწორი ფულს თუ იხდის მუსიკაც ჯერ ინგა გრიგოლიაში ფული რატო უნდა გადაიხადო ინგა გრიგოლია არ იქნება ის რო ეხა 2000 ლარი ხუჭად გადახცილ ფულზე გამახსენდა და თემურ ჭყონიო მეგობრობაში რო 30000 ლარი ეს ძალიან მაგარი და როგორ გაправდა იცი ეგა იმათი მხრიდან ეგო გეშაყირათო იმ გაშაყირათო იმ დაწერა იმან გაფრიდაშვილმა დაწერა მე მგონი ეგო გეკაიფათო თქვენო ბაზარი არა მე მომიხსენე ჩვენ მეგობრობაში კი არა აგენტობაში ვიხდიან ფულს ეგრეც არა ისედაც ამ მეგობრობაში ჩვენ აგენტები ვართ სერიოზულიო 30000 ლარს იხდის მეგობრებო დებ ქაჯაიევში და გაფრიდაშვილში თითოში 30000-ად არ ვიცი სიმართლე გითხრა თითოში 30 ჭყონიას არ გადაიხდის არასოდეს 90000 ლარი გასავარცხეში 10-ის ბევრია მაგას არა მე წარმოგიდგენე ის რო ჩამოუყვანო მართლა ტერნერი და ცნობილი ამერიკელი ვარსკვლავი ისინი აქ ჟურნალისტები მაგაში არ გადაიხდეს მაგრამ თავარი რა არის რომ ეს ქაჯაია ერთ-ერთი და იმედზე რომ მუშაობდა აკეთებდა დენდროპარკზე რამდენიმე წლის წინ იყო დენდროპარკზე სიუჟეტს და მე უსწორებდი რომ დენდროპარკის რაღაცები მე ვიცოდი და ну აი როგორ გითხრა ის როგორ ცილობდა წვალობდა ხო არა დენდროპარკზე აი ნუ და უნდა და სწავლობდა მაგალითად ხეებს რა როგორ და კი არა უნდა რომ აი მაამებელი ესეთი კარგი კიდე კაი მაგ პროტესტიც არ ქონდა არა მე კიდე კაი სხვა შორის პირველებს ვერ მოესწრო თორე მაგარს მე რო შევატყერო დებილურად აკეთებდა მე ერთი-ორჯერ ისე ვუთხარ რომ ტირილი დაიწყო და ჩვენს ერთ ძმაკაც რომელიც ახლა არ არის ამ ბიზნესში მაშინ დირექტორი იყო მიმართა რომ ამან თავი დამანებოსო
შენ გავაცე ხო რა დებილობებს აკეთებდა და უთხარი რომ დებილი ხარო? არა ესე პირდაპირ არ მოდებილო ვაგრძნობინე ანუ შენი დამსახურებაც არის რომ ეხა წავიდა ხო და მე რატო შევიშალვა ეგრე მართლა რატო შევიშალვა მორგი workplace harassment-ი არ გასკრებასობაში დავაი უთხარი ეხა დაგვიბრუნდეს დაბრუნდი აღარ გეცი სალომე სამადაშვილი რაღაცნაირად იმის საფუძველზე რომ შეხედა გამოიწვიოს შეფასებული არის არა ნახეთ საპარლამენტო წერია ევროპარლამენტის გარდა საწერია რომ არალეგიტიმურია ევროპარლამენტის რეზოლუციის გარდა საწერია რომ არალეგიტიმურია განცხადება აქვს გაკეთებული ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან გეტყვით ევროკავშირს აქვს შეჩერებული ყველანაირი ურთიერთობები ამ ხელისუფლებასთან ევროკავშირის მთელ რიგ სახელმწიფოებს აქვს გაკეთებული ეგრე არ არის არა ხადი განაცხადი რომ საპარლამენტო ახალი არჩევნები ბალტების გარდა ეს ვთქვათ ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა ვის აქვს მინიშნება აქვს საფრანგეთის 14 სახელმწიფოს აქვს 14 სახელმწიფოს აქვს გავსი გადაწყვეტილება მიღებული და მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ადგილობრივ არჩევნებზე იმის განაცხადი, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ხალხი თუ არ მივა, ამით გამყარდება, ესე იგი დელეგიტიმაცია ამ ხელისუფლების არის აბსურდული განაცხადი, იმიტომ რომ ადგილობრივ არჩევნებში მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ისედაც დაბალი არის თანამონაწილეობა და იმის იმტკიცება, რომ მოვიდა სიტყვაზე ვამბობ, ხო, მაგალითად, არ ვიცი, 50%-ზე ნაკლები ამორჩევლის და ამიტომ რატო ლელოებთ ამ იდიოტობას კაცო ლელოს აქ ვაფშე სხვა პოზიცია ძალიან მარტივი და ძალიან გასაგები ჩვენ კიდევ ერთხელ რო ეკითხებია რომ რა გარანტია გაქვთ რომ ხო ამბობთ რომ არალეგიტიმურია ეს ხელისუფლება ამ არალეგიტიმური ხელისუფლების ჩატარებულ არჩევნებში რატო იღებთ მონაწილეობას ანუ უправებთ წინა არჩევნებს ხო რატო რა გარანტია გაქვთ რომ აღარ გააყალბებენ ესენი ამობენ არაფერი გარანტია არ გვაქვს უბრალოდ კიდევ ერთხელ გავაშიშვლებთ რეჟიმს ChatGPT-ს კითხეთო ChatGPT-ს კითხეთო სად მოიგო არჩევნების ბოიკოტმაო კითხეთო აბა ChatGPT-ს კითხეს მაო ხო და არალეგიტიმური არარეალური არაკონტექსტუალური მაგალითები მოიყვანეს რომელიღაც ძალიან შორეული აზრის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს ChatGPT-ი აწყობენ ესენ ChatGPT და იცი რა მაინტერესებს მამუკა ხაზარაძემ რო თქვა გახსოვთ ChatGPT-ზე ეხა რაო კაი სახელი დაარქვა რაო აი ვალერი გელბახიანო აი ინსტაგრამს რო ინტეგრამი დაარქვა ეგეთი ინტეგრამი ხო აბა მე მგონი ეხა ჩაგდე ChatGPT ჰა გვაქვს ჩამიგდე ChatGPT ChatGPT შაყინოი ვარიანტი არა მართლა ეგრე თქო კითხეთ ChatGPT გვაქვს აბა მაიცა ერთი წუთით აჰა და ვინც ახლა ჩვენი მაყურებელია ძალიან გთხოვთ რომ აიღეთ ChatGPT ინტელექტი და ჩაწერეთ მადლობა კარგად ზამდებოდი ChatGPT შეცადეთ არის მოკლედ ლელო აპირებს ხაზარაძე აპირებს რომ შევიდეს მე ჩერგოს ლაივს უსმინე აი ასეთი უბედურება გამოვიწერე და უსმინე და რა არგუმენტებითაც ჩერგო ედავება ჩვენთვის ხო პრინციპში სულ ერთია ქართული ოცნების მომხრეებისთვის და ხალხისთვის უმრავლესობის მიიღებენ თუ არ მიიღებენ მიიღებენ გაფარჩაკდებიან არ მიიღებენ გაფარჩაკდებიან სულ აი მე ვკითხე ChatGPT-ს ეხა საქართველოს ხელისუფლება არალეგიტიმურია თქო კი ან არა მიპასუხე თქო არა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება არ არის არალეგიტიმური აი ChatGPT ChatGPT მე მიპასუხე გავშერგო აი რასაც უსმენდი იმას გავუშვით გრიგოლ გეგელია და ახასიათებელი მაინცის რა ქვია თავი რომ თქვას რომ ვემზადები ხო და მივიღებ მონაწილეობას და ლელოობა არ ყოფნის რომ ანუ აი ეს ტესტავს ხო რომ აბა რას მიიღებს აქედან ეხლა ლელოსთვის განცდილი ცდუნება არის ანუ ემა ჩვენ უნდა სწორად აღვიქვათ ეს რა ეს პროცესი ხაზარაძისთვის არის დიდი ცდუნება გამომდინარეობს აი ძალიან მაინტერესებს თვითმართველობაში მონაწილეობით მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი ანუ შეხედეთ ეხლა თუ ჩვენ ბოლომდე მივაწექით აი ახსენე რომ შენო აი ეს რა ქვია კოალიციებიო დაიშალაო და მერეო აი ანუ საუბარი არის აი მოთხოვარი აი გასაგებია ჩერგოს არ უნდა რომ მიიღონ მონაწილეობა ანუ უნდა ბოიკოტი არ უნდა ხაზარაძეს და არ უნდა გახარიეს აი ხაზარაძე ნახე რასაუბრობს გავუშვით მამუკა ხაზარაძე ჩვენ მემხრობი ბრძოლის გარეშე არ დათვით გავუშვით ისა twinჯერ გადაწყვეტილება არ გაქვს გადიხარ თუ არ გადიხარ ჩვენ პარტიაში ჩვენ ვემხრობით რომ ბრძოლის გარეშე არ დავთმოთ არაფერი მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მარტო შევარდებით არჩევნებში
და ეს არ ნიშნავს რომ ესე თქვა ამან უნდა დაანგრიოს რაღაცა. მე დარწმუნებული ვარ რომ სერიოზული მსჯელობის ეს იქნება მშობლებთან რომელთანაც აი ესე თქვა ჩვენი პოლიტბატონების შორიდან რომელთანაც მშობლებთან კრებას აკეთებ. რა შოშია მშობლები? ვაიმე დედა, ვაიმე. მოკლედ ამას ფული აქვს დახარჯული რაღაცეებში და თქვა ესე გადაყრა ფულის არ უნდა. ეს იმის ტრაკი არა აქვს დიდი ბოდიში მეგობრებო, გამოვიდეს და თქვას რომ მივქარეთ რომ პარლამენტში არ შევიდეთ. ხო, მაგრამ ამას როგორც იტყვის, მან ყველაფერი დაულაგდება. არ უნდა დაულაგდეს. ჩემ ფავორიტი პერსონაჟი მაინც პაატა ბურჯულაძე არის. რომელსაც გაუშვი. მე იშვიათად ესეთი დაბალ ორგანიზებული, ესეთი პრიმიტიული აზროვნების, ესეთი აი როგორ თქვა, კორექტულად არ გამომდის. ამ კაცს რაღაცა ნეირონები, რაღაცა წესრიგში ვერ აქვს რა, ერთმანეთში ეს ინტელექტუალური манипуляციის უნარი. ანუ დებილია რა მარტივად. ესე როგორ გაიბანძა თავი ასეთმა სახელგანთქმულმა ბანმა. ხო, მომღერალმა, ხო? მუსულმა ბანმა. და რომელიც პატივნაცემი იყო, პატივსაცემი და პატივცემული რუსეთში და გაუშვება. რას დაემსგავსა? კაც უნდა და $1,000,000 და უბაზე ბევრად კარგად გამოიყურება ვიდრე ეს. გაუშვით? ამ ციფრული არჩევნების შედეგებით ნუ არიხევენ პოლიტიკური რეალობას თუ შეგვიძლია აი როგორ თავაზობს ოცნება მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში თუ აქვთ იმის საშუალება და იმის იმედი რომ გაემარჯვებენ აი ამ ასეთ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და გამოჩნდება თუ გაემარჯვებენ კი ბატონო Facebook გამოკითხვას აკეთებ ბიჭო კაცი არჩა ანუ ეს არის რასაც გიორგი თარგამაძე ეს ხვლიკი ეს ხო არა კომისიაზე ხო კიდე გამოჩნდა ეს თურმე რა მოღალატე ყოფილა და თუ ესე იგი ძველი პატრონებიდან ერთი კაცი არ ახასიათებს ამას ნორმალურად ეს არის პროფესიონალი მოღალატე და ბიჭო რას შვებიან ეს ოპოზიციონერები ეს დაიჭირეს ეს საწყალი კაცი. აი ხო იცი? ნიჭიერ და ბურჯულაძე. გამოიჭირეს. ნიჭიერში რომ ცოტა შეზღუდული შესაძლებლობა მქონე პირებს რო ეღადავებოდნენ, ხო იცი რაღაცა პერიოდი იყო. ატალანტი და ეგეთებში. ბიჭო როგორ შეიძლება? ალაპარაკებენ სისულელებს და აჯერებენ რომ მოიცა რა არის ეთიკა არ გააქვს. ეს არის ხალხი, რომელმაც არ დაგავიწყდეთ იმის რა ქვია პარტიის თავმჯდომარე აირჩია Facebook-ზე არჩევნებით. ხო. ხო, კარგად გახსოვთ. Facebook-ზე ჩაატარეს ჯგუფში არჩევნები ნაცებმა. Facebook-ზე ჩაატარეს ჯგუფში არჩევნები და მაგის მიხედვით აირჩიეს თავმჯდომარე. კი ბატონო. ვინ გაიმარჯვა გამახსენე? მელიამ კი არა. ლევან ვარშავოზე? არა. მე როვერ ლაპარაკობდა ის ტიპი რო იყო. ხო, მან მელიამ მოუგო, მაგრამ მეორე ვინ იყო ის წააგო? ვარშავოზე. ხო და ამ ტიპებს აქვს გამოცდილება. იმან იმიტომ წააგო რომ ხა არც Facebook-ზე წერდა. ხო და თქვა მეტყველების ესეთი უი მეტყველება საჭიროა იქ. ხო უი უნდა ვილაპარაკო და მე აირჩიეს სამაგეროდ ხაბე. როდესაც არც მეტყველება, არც წერა, არც კითხვა, არაფერი არ არის. ერთი პლუსი ქონდა. მაგრამ მე ხო კივილის გზნობა აი პიტბულს და ბულტერიერს რო აქ ძალიან უკან, ეგ ქონდა ხაბეს. იმიტომ რომ ცენტრალურ ნერვული სისტემით არ იმართებოდა ხაბე. კივილის ზღვარი, ხო? ხო. აი ეგ აღმოჩნდა. ბიჭო, მომისმინე, ერთი რა მაინტერესებს, იცი რომ ბოკერია გავუშვით რა. გავუშვით. ნახე როგორ. ცოცხალია? იგი ნახე. აბა, გააცოცხლეთ. მიცვალებულია თქვა. ჟვანა ირაცია რა ხდება? მაგიდა ცოტა მაღალია შანსი და პროტესტ მაჩვენა ძალა არა საკმარისი, მაგრამ სერიოზული და სანამ გვაქვს შესაძლებლობა ის რომ გავაგრძელოთ. მაგრამ თუ შემთხვევით რომ ეს ასე არა, უნდა თქვა რომ არა, ხო, აი თვითონ თუმზარჩენას მე ვიხილავ როგორც უბრალოდ რაღაცა საფეხურს და ჩემი პოლიტიკური წინააღმდეგობის ხო ეგ უნდა თქვა, მაგრამ ეს რაღაცა დროშების ქნევა და თან კონსულტაციის გარეშე ამ ტორპედირება არის პოლიტიკურად უპატიოსნოს აქციელი. ბიჭო დეგენერატი როგორი როჟაა იცი? არა მართლა წავიდა გიგა ვაფშე ცოტა დროს ფეხი აუწყე მაგარი ძველ დროში რაც პოლიტიკოს უნდა კონდეს თავარი არა აქვს მაგრამ არ შეუძლია საკუთარი აზრის გადმოცემა იმდენი განტოტება აქვს რა იმდენად აი ყველაფრის მოცვა უნდა საერთოდ დინოზავრებიდან და შავხრელამდე ვერ შემოედოს ვერ არის ამიტომ რა თქმა უნდა რა ჩანართები როა ოღონდ ჩანართები თუმცა ეს თეორია ახლა არ დასტურდება წალსახად მე როგორ შევადრო ულისეში ხო ულისეში რო კითხულობ ლექსიკონი არ არის ხო არის ეგეთ ნაწარმოები ულისე სხვა პატარა მონიშნული რო არის რაღაცა ნიშნით და სკოლიოში რო უნდა ეძებო რაზია საუბარი აღწერა იქნება ეს ისტორიული რაღაცა და რო კვდები იმიტომ შინაარს ვერ მისდევ რომ ეს არ იცი
და ნახოს კოლეჯში, ნახოს ეგეთი რამე. საბაბუაძე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ჩვენგანს გვაქვს და გვექნება საერთო გადაკვეთის და შეხების წერტილები, იმიტომ რომ ბრძოლა მიმდინარეობს არა. კაი, ეს დაიკიდე. ვიცი რა ბიზნესი აქვს, როგორც ამას ამბობენ? ამის ოჯახს. არ მინდა რეკლამა, რაღაცა კარგი წვენების ბიზნესი აქვს, რომელიც რუსეთში და იმაში გადისო, ყაზახეთშია. როგორი წვენების? ცნობილი, ვიცით? კი. ნატურალური, იცი. ნატურალური სვავთ? კი, როგორ არა? ხშირად? მე არ ვიცი ხშირად შენ ნატურალურ წვენს ხშირად სვავ? ბოთლში არის, შუშის ბოთლში, კარდონის, მუყაოს შეფუთვით არის. რა მინდა, ხო არ გინდა თქვათ, ეხლა просто რატო უნდა თქვათ? არა, დამაინტერესა. ხო და ამის ბიზნესი, ამის ოჯახის ბიზნესი, ოღონდ მე არ მithქვამს, იმან თქვა, რა ქვია, გიჟიქალი ვარ, ჩარკვიანი. მაგან თქვა, რომ ეს ბიზნესი აქო, მასო და ეგო ასხავენ წვენებს და უბერავენ. უბერავენ რუსეთშიო და მაგასო როგორ უნდა დაუჯერო? არიან არქეინად. ბიჭო, ეხა ბიზნესი სხვა, საკითხი პოლიტიკა სხვა. მაგისი ოჯახის ბიზნესიაო. როგორ არის? ანუ მე რა ვერ გავიგე, იცი რომ ამან რო შედეგს მიაღწიოს და რუსეთთან ომი დავიწყოთ. მამწვენებს სად გაყიდის? ეს რას ნიშნავს? ისლანდიაში. ბიჭო, მეგონი როგორი თემა იცი რომ ვაფშე არაფერს არაპირებენ. ამათვის თავარი არის, მართლა ლელოსთვის თავარი არის იყოს ნომერ პირველი. მერის კანდიდატი ვის დააყენება? აი მე იმან მაგარი რაღაცა მოროშა საქარეიშვილმა ის უნდა იყოს ეგრეთ წოდებული პრემიერი კუდიანი დედაბერი პრემიერი რა იყო პრეზიდენტი სალომეო? სალომეო ხო ხო სალომე მათთან არ შედის კოალიციაში. არა ბაჩო მიკითხა მერი ვინ იქნება? ხო და მერის კანდიდატურა ხო უნდა დააყენონ არა? ხო სალომე ხო უარს მიდის ახლა რაღაც საუბარი ხო ბოიკოტირებს სალომემ კაცო მარჯვენა და მარცხენა არ იცის კარგად და აი ხო ვისაც დანიშნავენ იმას ეწოდინება? მე მგონი ჩვენ თბილისში გახარია შემდეგ ძაღლი აშენაურო ლელო და გახარია გავიგე მაგრამ ნაცები რატო არ აყენებენ კანდიდატად ხაბეიშვილს რა ხო გინდა რომ საცობი აღარ იყოს ქალაქში ხო გინდა რომ სისტემური იყოს ანუ ურბანისტული თვალსაზრისით ხაბეიშვილი იქნება ძალიან მაგარი ქალაქის კულტურულ ცხოვრებას მე მგონია რომ ლელოს სერიოზული საფრთხის შექმნა შეუძლია თვითმმართველობის არჩევნებში იმიტომ რომ თუ მერის კანდიდატზე ან გრიგოლ გეგელიან დაზო თადუნაშვილი დააყენეს. არა, დაზო არა. კახის პერსონალური რეიტინგი რამდენად გაუქაჩავს დაზო თადუნაშვილს ან არა, გეგელია ძალიან არა, გეგელია ძალიან საშიშია. გეგელია აპატია. არც იფიკო ძალიან. ალეკო? კინტო. ძელცხვირა? კინტო. ეგ ხო იღებდა მონაწილეობას მე მგონი თუ არა? მაშინ ჯერ კიდე ზორო და ეგ როცა იღებდნენ მონაწილეობას. ზოროც იღებდნენ. არა, ზორო. არა, საკრებულოში მერის თანამდებობაზე არ ეყიდა კენჭს. არა. მე მგონი დამოუკიდებლოს თუ არ ბიჭო დამოუკიდებელ კანდიდატებს კი არა ეგ და ის იყვნენ იოსელიანი ერთად მაშინ მაგ პერიოდში არა მაგრამ დამოუკიდებელ კანდიდატად იღებდა იყრიდა კენჭს როგორ არა რეკლამაც მახსოვს რაც ჩაწერა ლევან სარიგიძე გაუშვით ძალიან სასაცილო ალეკო გისმენთ გახსოვს იგი მახსოვს ბიძინა ივანიშვილი იმას ვერ უზავს აქცია აღარ იყოს და პროტესტი აღარ იყოს მის წინააღმდეგ მაგრამ ის ამ პირობებში შევლენ თვითმმართველობის არჩევნებში ხას უსვამ ამ პირობებში შევლენ თვითმმართველობის არჩევნებში ნაკლები ლეგიტიმაცია კი არა მორალური უფლება არ ეკნებათ რამე აქციაზე მოვიდა აი საკრებულოებიდან ლევან სანიკიძე აღარ მიუშვებს იმიტომ რომ ყველა ერთი წუთით ყველა აქცია ხო ზოგადად არის გუბაზის დაორგანიზებული და გუბაზე თავ ცენტრი არის ინტელექტუალური და მორალური და საერთოდ იქაურობის არის გუბას სანიკიძე და რა თქმა უნდა იქ ვეღარ მამა-შვილი ყოველთვის ცენტრალურ ადგილებში გუბაზი ლევანი სანიკიძე და ყველა დარტყმას ვინ იღებს პირველი გუბაზი ლევან სანიკიძე არის face control ანუ ის განსაზღვრავს მორალური უფლება აქვს ვინმეს თუ არა მოვიდეს აქციას ხედავს ადამიანს დაეცნენ ესენი და გაუშვათ მეგობრებო ძალიან კაი კაცი არის ეს გაუშვათ ნიკა გვარამია და დავასრულოთ მე მგონია არჩევნებში არ მონაწილეობა არის არჩევნებში მონაწილეობის ფორმა. შეიძლება რთულად გამომივიდა, მაგრამ სწორი ხარ ნიკა. ამ ტიპის ქმედებებით ზემოქმედებას ახდენენ არჩევნებში. ისო პრაკიაცია. ბოიკოტი იმიტომ არსებობს. აი გაჩერდი ხა. ეხა მე მაქვს ერთი შეკითხვა. ამას ვადა გირაოსი ჯოჯოჯო გავიდა? არ ვიცი. გავიდა თვითონ თქვა რომ გამივიდაო. რა ვიცი აბა. აბა სვაბოდას როგორა?
არა, ნუ დავიცი, ჩვენ საქმე ეგ არ არის, მაგრამ დაიბარებენ ალბათ. გასარკვევია მოსაკითხი. ხო, და ამიტომ მაგაზე უნდა იფიქროთ ჯერ. კარგით მეგობრებო, ჩვენ დღეს ამით მოვჩეთ. ყველაფერი კარგად არის, იმედი ამერიკაში მეიდანი არ გამეორდება. Deep State ამერიკაში უკვე ამერიკას უტევს. და კოტეკო და მაგის მეუღლე რაღაცნაირად მორიგდება. მე და უყიდეს ახალ ანიშნულოვანი პროცესები მიმდინარეობს, სხვა შორის ნატოს გენდივანმა განაცხადა, რომ რუსეთს რამოდენიმე წელიწადში ექნება უკვე იმის ერთი ადგილი, რომ ნატოს სამხედრო ძალით დაუპირისპირდესო და რა ვიცი, მეტი რაღა გინდათ ხა გაძლიერდა ის ალიანსი. ხო, არა, ნუ რეალურად ეგრე ხდება რა ხა და რაც ხდება. და ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ამ ძალას უბრალოდ აი დათვს რო კბილის საჩიჩქნი პატრაზე ესრო. არა, რო შემოვლენო ცოტა ხანი პარტიზანულად. პარტიზანულად ხო? ხო, კიო, მოგიგებსო. არა, იმიტომ რომ თქვენ მოღალატეებო, ნაცებო, ნომრიანო აგენტებო, თავარი არხის პირდაპირ ეთერში იჯდნენ ვიღაცა ხელმოწარული თქვენი არა, გენერლები ხო, ნო ეს რაღაცა იქაური ხო, მილიტარისტული ჯგუფები რო ყავთ, ხო, უჩააბაშიძე აბრაზა. უჩააბაშიძე, ხო, რომლებიც ლაპარაკობდნენ, რომ ტერი რო დაგესხას თავს უნდა სამჯერ მეტი უნდა იყოს, ჩვენ თუ სამოქალაქო თავდაცვას გავაძლიერებთ და შევკრებთ 30000 კაცს, 100000 კაცის შეკრების საშუალება რუსეთს არ ექნება და ჩვენ გავუწევთ დიდ წინააღმდეგობას. აი მოღალატეები თუ გაინტერესებთ არიან ეგენი, ჩვეულებრივი აგენტურა. ანუ ომს გვიჩალიჩებდნენ და ომს ნუ საკუთარ ქვეყანას რა საკუთარი ქვეყანა არ არის, მაგათ ქვეყანა ეგ არ არის და ეხა რატო არ გაუჩალიჩებდნენ, რატო არ გაუჩალიჩებენ? ნახვამდის მეგობრებო, კარგად ვთანდებოდ მოვა. მოლამდე